25 რაფაელ ოვანესიანი და კან აიკუცუნი სომხეთი და თურქეთი 90 კილოგრამი ნარეკ მანასიანი და დავით სიმონიანი ორივე სომხეთი მძიმეწონა დოვლეთ ისლამოვი თურქმენეთი და ბექა წერებიანი საქართველო გარდა ამისა კიდევ ორი ფინალი გვაქვს 65 კილოგრამში ორი ტურნირი იმართება მონაწილეების სიმრავლის გამო 10 ქვეყანა გამოდიოდა აქედან 7-ია ფინალში ეს კი ჩვენი პირველი ფინალი რუსლან ასლიკიანი სომხეთი და ბარან კირგოზლევი 55 კილოგრამი თურქეთი აქ გუშინ ასლიკიანმა დაამარცხა თურქი იუნუს ემრე ზოზიკი და ბარან კირგოზლევმა მოუგო ჩვენ ლადო ქარჩავას პირველი რაუნდი რეფერი ახლავთ არტურ ელიზბარიანი ახალქალაქიდან წითელი ფორმით არის რუსლან ასლიკიანი პირველი შეტევა ჰქონდა კირგოზლევს კირგოზლევს ერთი ბრძოლით მეტის გამართვა მოუწია მას აი მეოთხედ გამოდის ringზე აი ამ 5 დღეში 25 ივნის დაიწყო ტურნირი და სრულდება დღეს 29-ში ეს არის რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირი ირაკი აბაშიძის მოხსოვნისა რომელიც გახლავთ ყოფილი მოკრებე და აჭარის ფედერაციის კრების ფედერაციის პრეზიდენტი რომელიც ამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა ახან ორი ქართული ფინალია და ქართული და სომხური ფინალი შეგვიძლია ვთქვათ რომ ქართველებს და სომხებს გვაქვს უკვე ორი ოქროს მედალი წინასწარ და განაჩენი გეცოდინება დღის ბოლოს როგორ გადანაწილდება მედლები 12 წონით კატეგორიაში შეგვიძლია ასე ვთქვათ იმიტომ რომ 60 და 65-ში გვაქვს სიმართლე ორი ტურნირი ეგ პრიორიტეტი არც ერთს არ აქვს პირველი ჯგუფი მეორე ჯგუფი სომხები პირველი შემადგენლობით არიან ჩამოსული, ამაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ, მათსებ შემადგენლობაში იყო ბათუმში ევროპისა და მსოფლიო ბოლო ჩემპიონატების 5 პრიზიორი. ხა წინა ხელი ასლიკიანმა და ბოლო 10 წამი პირველი რაუნდის. რუსლან ასლიკიანმა ჯერ დაამარცხა ჩვენ იხტიარ ალიევი და შემდეგ მოუგო ზოზიკ იუნუს ემრეს. რაც შეეხება კირგოზლევს პირველ წრეში მან მოუგო ყაზახ ალმას ხინეიკინს, შემდეგ დაამარცხა დანია როზმეტოვი თურქმენიდან ნახევარფინალში მოუგო ჩვენ ლადო ქარჩავას მეორე რაუნდი. რამდენჯერმე მარჯვენა წინახელი ცაცი არის ასლიკიანი და წინახელით კარგად იმუშავა, შემდეგ ცადა მარცხენით აპერკოტი. ამით უფრო გამოიკვეთა კიდევ ასლიკიანის უპირატესობა, რომელიც ისედაც ხილული იყო, შეგვიძლია ვთქვათ პირველ რაუნდშიც.
ცოტათ მოუმატა აქტიობას თურქმა, მაგრამ ისეთი იგრძნო უპირატესობა ახაც ორი დარტყმა მიცოლში შემდეგ. ახლო ბრძოლაში შევიდა თურქი, ვერაფერი გააწყო და მოარტყა აპერკოტი, შემდეგ მარცხენა პირდაპირი ორი დარტყმა იყო მარან კირგოზლევის ზუსტი. შემდეგ მარჯვენა ხუკი საკმაოდ ძლიერი ასლიკიანის მხრიდან. სურათი დაახლოებით იგივეა, როგორც იყო პირველ რაუნდში, განსხვავება ისაა, რომ ერთხელ ნოკდაუნში აღმოჩნდა თურქი მოკრივე, შესაბამისად ამ რაუნდის გამარჯვებულის ვინაობაც ავიწევს. Ათიწამი. სამწუხაროდ ვერ განახებთ, მე გეტყვით ხოლმე, რაუნდის საშუალედო ან გავიშევს, მიზეზი ის არის, რომ დიდი ეკრანია დამონტაჟებული, დარბაზში იქხილულია და ეს წესების დარღვევა იქნება, იმიტომ რომ გვერდით სამსაჯებმა ერთმანეთის შედეგები არ უნდა იცოდნენ, მოგაწვით ყოველი რაუნდის შემდეგ თუ რა სიტუაცია. აქ საერთო არაფერი არ არის, აქ პირველი ოქროს მედალი ექნებათ უთუოდ სომხებს. თუ არ ჩავთვლით იმ ორ გარანტირებულ მედალს, რომელიც ჰქონდათ. ორ წონით კატეგორიაში იქნება სომხური ფინალი, როგორც გითხარით. ეს არის 90 კილოგრამში მანასიანი, სიმონიანი და ასევე 60 კილოგრამის მეორე ჯგუფში სააკიანი და ჟირაევ სარქისიანი. ასევე იქნება ორი ქართული, ერთი ვეფ შედგა და უბრძოლველად ლუკა გუგლაშვილი გახდა გამარჯვებული სახილალა ხვერდობთან და მეორე ქართული ფინალი იქნება 80 კილოგრამში ლუკა მაჭუტაძესა და სამუელ კაზარიანს შორის. შემდეგი ფინალი გვექნება აზერბაიჯანი და კვიპროსი, ბრუს ადიგეზალოვი და მარკოს კაზანციანი. $60 კილოგრამი პირველი ჯგუფი. თურქებს ყავთ ორი ფინალისტი, ორივე შეხვდება თავის ბოლო ბრძოლაში სომეხ მოკრივეს, მეორე ესეთი წყვილი სომხეთ თურქეთისა არის 85 კილოგრამი რაფაელ ოვანესიანი და ქან აიუკუცონი. დასრულდა ბრძოლა, ის მეგობრულად დაშორდნენ, აქ არაფერი გასარკვევი არ არის, გარკვეულია უკვე ყველაფერი, ერთადერთი მესამე რაუნდში როგორი შედეგები